ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში რეგისტრირებული შპს აბვ ჯგუფის მიერ შვეიცარიული კომპანია ანკა ფუდის კუთვნილი თანხის მითვისების სკანდალური საქმის დეტალების განხილვა დაიწყო. ალეკ ყიზილდაკი, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა საქართველოში, თხილის ბიზნესით 2008 წლიდან არის დაკავებული. ის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს შპს აბვ ჯგუფის ფინანსურ მენეჯერს არჩილ ვეკუას ფინანსური მახინაციების გზით 9 მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს. მე ვარ შვეიცარიული კომპანიის დამფუძნებელი და ვწუხარ, რომ ჩვენი კომპანია გახდა მსხვერპლი ქართველი ბიზნესმენების მიერ. ჩვენ 2 წლის განმავლობაში დავკარგეთ 9 მილიონზე მეტი. ჩვენ ამ ფულით თხილის ბიზნესი უნდა გვეწარმოებინა. ჯერა რომ უახლოეს მომავალში სიმართლე გაირკვევა და სასამართლო იქნება სამართლიანი. 35,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ არის დღეს თავისუფლებაზე მყოფი არჩილ ვეკვა, რომელმაც მიითვისა 9 მილიონამდე ლარი. ბატონებო, მაშინ როცა ნაციონალური ხელისუფლების დროს მობილური სქურდობისთვისაც კი მოგეხსენებათ აღკვეთი ღონისძიების სახით ალტერნატივა სხვა არ არსებობდა, უფარდებდნენ პატიმრობას. თუმცა საპირისპირო საცხადებს და დანაშაულს არ აღიარებს თავად ბრალდებული. მეტიც მისი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ფინანსური მახინაციების ავტორად ალეკ ყიზილდაკს ასახელებს და პროკურატურისგან ალეკ ყიზილდაკის დაუყოვნებლივ სისხლის სამართლებრივ პასუხისგების მიცემაში მოითხოვს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთი და იგივე საქმეზე პირი ბრალდებულია და სამოქალაქო სარჩელი ამ დროს არ კმაყოფილდება მის წინააღმდეგ რაც არსებობს. ჩვენ შეტანილი გვაქვს მთავარ პროკურორთან განცხადება ალი რიზა ყიზილდაკის წინააღმდეგ, რადგან მან მიითვისა სწორედ აბვ ჯგუფის კუთვნილი თანხების 370,000 ლარის ოდენობით და მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ იგი უნდა მისცეს პასუხისგებაში. სასამართლო პროცესზე ორივე მხარის არგუმენტები მოისმინეს. სასამართლო პროცესს შვეიცარიის საელჩოს მდივანი საქართველოში ფლორან დუბლერი აკვირდებოდა. მისი განცხადებით სასამართლოს ჯერ განაჩენი არ გამოუტანია, ამიტომ მან კომენტარის გაკეთება ნაადრევად მიიჩნია.